ვისაუბროთ იმაზე, აი თუნდაც ის რომ 2 წელი ან 2 წელიწად ნახევარი ახლა რაღაცა საბჭომ უნდა იმუშაოს, საერთოდ რა ქაოსის შემომტანია. წელს სად ჩააბარებენ ადამიანები, აი მომავალ წელს რაღაც გაერთიანება დაიწყება თუ ცალ-ცალკე უნივერსიტეტები უნდა ჩაწერონ, ან სხვა უნივერსიტეტებს რა ელეთ. ამ ქაოსის შემოტანა საზოგადოებაში რა მიზანს ემსახურება? თავისთავად თუ არ ვიცი ახლა ეს მიზეზი შეიძლება მოიდოს თუ არა უცნებამ რომ ახლა ფული არ ამაგრდა ამიტომ აერთიანებ და ამიტომ შეიძლება ოპტიმიზაცია გავაკეთო მაგრამ თავისთავად აი ამ რასაც არქმევენ ისინი უმაღლესი განათლების რეფორმას ხო და რასაც არანაირი რეფორმის ნიშანი არ გააჩნია ხო იმიტომ რომ რეფორმა ძირეულ ცვლილებას იწვევს რა სიტყობს რა უნდა ბიძინა ივანიშვილს უმაღლესი განათლებისგან რა არის მისთვის უმაღლეს განათლებაში ყველაზე სარისკო ეს არის სტუდენტობა კონსოლიდირებული სტუდენტობა სადაც პროცენტულად მაღალი არის პროტესტული განწყობა, იმიტომ რომ ესენი არიან ახალგაზრდები და ესენი არ იღებენ ავტორიტარიზმს იმ ფორმით, რომელსაც თავოზობს ბიძინა ივანიშვილი. არის პროფესურა, რომელიც არის ასევე თავმოყრილი ხო ერთად და ამ პროფესურაში არის იმ რისკის მატარებელი ჯგუფები, რომლებიც არ იზიარებენ აი ამ ბიძინა ივანიშვილისეულ ხედვას საქართველოს განვითარების. ამიტომ ის არ მე როგორც ხედავ ამ რეფორმას ჭალებში ის არ მიდის აი ამ ცვლილებების გზით ის მიდის გაცილებით უფრო ჩემი აზრით პრობლემულ თემას ეხება ეს არის ზოგადად საუნივერსიტეტო იდეას ებრძვის ის რასაც აკეთებს ხო როდესაც გეუბნება რომ ეს ჰარვარდია თუ ეს თუ კემბრიჯია და რა საერთოდ ეს დაცინვით დამოკიდებულია ყველაფერთან მიმართებაში კარგია გამოხდა რა ქვია ეს ჩუჭყია რა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიძლება რაღაცით მოგწონდეს რაღაცით არ მოგწონდეს შეიძლება ვსაუბრობდეთ რომ დაუშვათ კვლევითი დონე როგორი ამ უნივერსიტეტში რომელიღაც მიმართულებით უკეთესია და უწევს კონკურენციას ევროპულ კვლევებს სადღაც შეიძლება არ არის ეს დონე ხო? კი, ჩვენ შეიძლება ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავიგდოთ მასხრად, იმიტომ რომ ასე უნდა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს ეს არის უბრალოდ მასხრად აგდება აი იმ დიდი პროცესის, რომელიც ამ უნივერსიტეტის შექმნას უძღოდა წინ. და აკვეთით იქამდე დაყავს კიდევაც უნივერსიტეტის იდეა, რომ ეს არის კორპუსები, ეს არის შენობები. უნივერსიტეტის idea არ არის კორპუსი. რომელიც უფრო სარფიანად შეიძლება გამოიყენონ. ხო, და იდეაში პირდაპირ საუბრობენ ხო იმაზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები კარგი დეველოპერული შეთავაზებებია, ხო? კი ბატონო, ვაკეშიც, საბურთალოზე ძალიან კარგი სივრცეები გაუჩნდება დეველოპერებს, რომ ააშენონ კორპუსები, რა ვიცი, მასივები, რაც უნდათ, ხო? და ამით შეიძლება ესეც მოსკოვური მიდგომა უცებ გაჩნდა იქ დეველოპერები მაღალსართულიანი შენობები ქალაქის ცენტრალურ უბნებში გაჩნდება დიდი სივრცე ამით რა უნდა უნივერსიტეტს ესეთ კარგ ადგილას შენობა ქუთაისში შეიძლება მშვენიერი კამპუსი ქუთაისში ხო აგიშენეთ მაგრამ ეხლა თუნდაც მოსკოვს რო შევადაროთ მოსკოვში არავის არ მოაფიქრდება რომ რაღაც უნივერსიტეტის კორპუსები გაყიდონ და იქ ააშენონ რაღაცა სხვა ესეც უნდა ვთქვათ დამატებით უფრო პროვინციული ვერსიაა ეს ავტორიტარიზმი უნდა იმასაც გადადგამს თავისთავად ცხადია, მაგრამ დიქტატორმა იცის მაინც რაღაცა პატივისცემა თუნდაც მოსკოვის უნივერსიტეტისა. თავის სამსახურს ჩააყენებს. იმიტომ ისედაც დგას. მაგრამ ფაქტია რომ ჩვენთვის, ჩვენი ნაციონალური იდენტობისთვის უნივერსიტეტის იდეა იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა. ერთ-ერთი მაკონსოლიდირებელი იდეა იყო, ხო? გასულ საუკუნეში და ძალიან დიდი ტკივილით მოვიდა ეს იდეა რა. ძალიან დიდი ტკივილით, ბევრი წინაღობები იყო და ბუნებრივია, ახლა ჩვენ რაც ვხედავთ, რომ ზუსტად ის თაობები ქართული საზოგადოების, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უნივერსიტეტის იდეას, აღმოჩნდა რომ 2025 წელს, 26 წელს ყავს აქ ისევ ყავს ეს ხალხი, რომლებიც იბრძვიან უნივერსიტეტის იდეის წინააღმდეგ და ეს არის ყველაზე პრობლემური
არა ის რომ მე მინდა ახალი უნივერსიტეტი გავაკეთო, ქუთაისში განვავითარო ეს უნივერსიტეტი, რუსთავში შექმნა, ზუგდიდში შექმნა, არ ვიცი. შეიძლება რაღაცა ამ თემებზე მუდმივად ვისაუბრო, მაგრამ აი ამას თუ შენ ძირს გამოაცლი და იტყვი რომ უნივერსიტეტი მე რად მინდა საერთოდ, რაში მჭირდება უნივერსიტეტი, როცა შემიძლია რომ მე სტუდენტები გადავყარო სადღაც, მოვაქციო რაღაც ჩაკეტილ სივრცეში, ღობეს შემოვარტყა და აი აქ მე გავხსნა კარგი სასტუმრო ან კარგი მასივი საცხოვრებელი, ხო, სადაც გავყიდი კვადრატულ მეტრ ფართს ძალიან ძვირად, აი როცა ესეთი ჩარჩული მიდგომა ჩნდება, ხო, ბუნებრივია, იქ გვხვდება ეს ნაციონალური იდეა. და აი დღეს მგონი რომ ამ თემას ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი და აქ ტესტავს ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ქართული საზოგადოების პასუხი ზუსტადაც აქ ამ მიმართულებით უნდა იყოს.